მარადიული წიგნის საიდუმლო ბერეშითი გადაცემა პირველი როგორც უკვე მიხვდით საუბარი იქნება მოსეს ხუთსიგნეულის შესახებ და ჩემი მუდმივი თანამოსაუბრე იქნება ცნობილი კაბალისტი დოქტორი მიხაილ ლაიტმანი. გამარჯობა, გაგიმარჯოს. ჩვენ პირველად ვიწყებთ გადაცემების ციკლს ტელევიზიაში მოსეს ხუთსიგნეულის შესახებ. და პირველი ჩემი შეკითხვა, შესავალი ჩვენ აუცილებლად მაინც უნდა გავაკეთოთ, ასეთი იქნება. შეუძლებელია რომ ისტორიის კრებული გამოიცემოდეს მილიონობით და შეიძლება ბილიარდობით ტირაჟით ხანგრძლივი დროის პერიოდში. პრინციპში ბევრი კითხულობს ამ ციკლს როგორც ისტორიის კრებულს. რა არის ეს წიგნი? რა წიგნია ეს? დიახ, საერთოდ ეს ყველაზე პოპულარული წიგნია, ყველასათვის ცნობილი და ის არის საფუძველი ფილოსოფიისთვის, ეთიკების, ეკონომიკების, რისიც გინდა, წყარო ფერწერისთვის, მუსიკისთვის, ყველაფრის. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული წიგნია და რაშია მისი განსაკუთრებულობა, ადამიანები მთლიანად ვერც კი იგებენ ჯერ კიდევ. მისი ავტორია განსაკუთრებული. მას ავტორი ჰყავდა? შემქმნელი, ანუ შემქმნელის გახსნა ჩადებული ამ წიგნის საფუძველში. ესე იგი ადამიანისთვის შემქმნელის მოვლენა, ისე როგორც ეს შეიგრძნო მოშემ, იგივე მოსემ. მე ვიტყვი ხოლმე მოშეს, რამე თუ ასე ვარ მიჩვეული. რა თქმა უნდა, ეს უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ის ძალა, უმაღლესი ძალა, რომელიც შეიგრძნო მოსემ და რომელიც დამალულია, დაფარულია ჩვენგან. და ამიტომაც ეწოდება საიდუმლო. მანის გახსნა და ამის შესახებ დაწერა. რატომ ეწოდება ამ ძალას საიდუმლო? იმიტომ რომ ჩვენ მას ვერ შევიგრძნობთ. ამ საიდუმლო ძალის გახსნაზეა საუბარი ხილწეგნეულში, ხო? მხოლოდ ამის შესახებ. ყველა წიგნი, რომლებსაც ეგრეთ წოდებული წმინდა წიგნები ეწოდება და რომლებიც დაწერეს კაბალისტებმა, რომლებმაც გახსნეს შემქმნელი, მათ ეწოდებათ წმინდა წიგნები. რამე თუ გვიყვებიან იმის შესახებ, რაც დაფარულია, დამალულია ჩვენგან. სიწმინდე ივრითად არის კადოშ. კადოში ანუ სიტყვიდან გამოყოფილი, განცალკევებული, როგორც თითქოს და ჩამოჭრილი სადღაც ყოფისგან. და ყველა კაბალისტი ადამიანი, რომლებიც წვდებოდნენ სამყაროს დაფარულ მალულ ნაწილს, ისინი ჩვენ ამას აგვიღწევდნენ თავის ნაწარმოებებში და ამ ნაწარმოებებსაც ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ წმინდას. და წმინდას იმიტომ კი არა რომ ეს რაღაც სიწმინდეა ან რამე, არამედ ეს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ იმყოფება ჩვენი გრძნობების მიღმა. რატომ იყო რომ მოშე, უწოდოთ მას მაინც მოშე, მოსე, წერდა ამას ისტორიის სახით? რატომ იყო საჭირო რომ ასე დაებნია ადამიანები მას? პრინციპში ეს სამყაროს თანმიმდევრული მიზეზ შედოგობრივი გახსნაა ადამიანისთვის. და ეს არის ისტორია. მაგრამ არა ისტორია ხალხის, რომელიც ხეტიალობდა უდაბნოში, როგორც იქ არის აღწერილი. ეს ალეგორიული თხრობაა ადამიანის მიერ უმაღლესი, უზენაესი ძალის გახსნაა, რომლის გახსნასაც ჩვენ დროში თუ ვინმე მოინდომებს მის გავლას, გახსნას საკუთარ თავში დამატებითი შეგრძნებები უმაღლესი სამყაროს, რომელიც იმყოფება ჩვენს გარეთ, ჩვენს სამყაროს მიღმა, გადის ზუსტად ისე იმ გზით, როგორც ეს მოშემ აღწერა. ესე იგი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კითხულობს ამ წიგნს სწორად, შეუძლია გაიაროს ყველა ეს მოშეს საფეხური? დიახ. და მიაღწიოს შემქმნელს, შემოქმნელს, ჩაწვდეს მას, დაინახოს ის? პრინციპში ამაშია ჩვენი არსებობის მიზეზი. როგორცაა ნათქვამი, ყველა შემიცნობს მე, დიდი თუ მცირე, ყველა ნაგულისხმებია სრულიად ყველა არსებული დედამიწაზე. და რასაც ნიშნავს შეიცდო, ჩაწვდე შემქმნელს, ეს რაღაც მისტიკურად ჟღერს. ჩაწვდე ეს ჟღერს არა მისტიკურად, არამედ მეცნიერულად, ნათლად, აშკარად, შენი გრძნობის ორგანოების მიერ, შეიგრძნო, გასინჯო. ანუ მე მას დავინახავ როგორც თქვენ გიყურებთ? უფრო მეტადაც, უფრო აშკარად და ნათლად, უფრო შენს შიგნით, უფრო მეტად ძლიერი კონტაქტით, გამჭოლად, რომელიც მთელ შენს გრძნობებს ავსებს. შემქმნელი რა არის? ეს უმაღლესი ინფორმაციაა? ეს აზრია? შემქმნელი
ეს ძალა, უმაღლესი ძალა, რომელიც მართავს მთელ ჩვენს სამყაროს. შეიძლება ასე ითქვას, რომ წიგნი, რომელზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მოსეს 5 წიგნეული, ეს არის ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაწვდე, შეიცნო, ეს ძალა, ასეთი საფეხურებრივი, არა? დიახ, და საერთოდ კაბალისტური წიგნები ამაზე საუბრობენ და მეძზე არაფერზე და ყოველი კაბალისტი ამ მეთოდიკას ანვითარებს, ამუშავებს დეტალურად და მიუსადაგებს იმ თაობას, რომელშიც ცხოვრობს, როგორც ნებისმიერი მეცნიერება. იმიტომ რომ ჩვენ თაობიდან თაობამდე ვიცვლებით და ასე ყალიბდება მეცნიერება, კაბალა. საქმე იმაშია, მხოლოდ იმაშია, რომ სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, რომელიც ხსნით ჩვენ სამყაროს, ჩვენი ტექნიკური სრულყოფილების მხრიდან, ანუ დამხმარე ყველანაირი ინსტრუმენტებით, სხვა მათემატიკური აპარატებით, მეცნიერება კაბალა თვითონ კვლევარისაგან ითხოვს შეცვალოს საკუთარი თავი. იმიტომ რომ საჭიროა შეიძინო ისეთი დამატებითი გრძნობის ორგანო, რომელიც შეიგრძნობს ამ უმაღლეს სამყაროს. მაგრამ შემდეგ ამ გრძნობის ორგანოს დახმარებით ის შეისწავლის იმ უმაღლეს სამყაროს, როგორც ჩვენ ხუთი გრძნობის ორგანოთი შევისწავლეთ ამ ჩვენ სამყაროს. ახლა თქვენ თქვით რაღაც ახალი ყველასათვის და მეცნიერებისთვისაც კი. არის ასეთი ანეკდოტი, გამონათქვამი, რომ მათემატიკის პროფესორი უნდა იყოს სამკუთხედი. ხოლო კაბალაში უნდა იქცეს ასეთნაირ სულიერ სამკუთხედად. ესე იგი, კაბალისტი და საერთოდ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ჩაწვდეს ამ წიგნს, მოსეს 5 წიგნეულს, ის თვითონ უნდა შეიცვალოს შესწავლის მსვლელობისას, არა? დიახ, ჩვეულებრივ მეცნიერებები ამ მოთხოვნას არ აყენებენ. ჩვეულებრივი მეცნიერება შეისწავლის, ამ გარე სამყაროს. ამიტომაცაა რომ ადამიანი შეისწავლის ჩვენი გრძნობების, თვისებების მიხედვით, რომლითაც ჩვენ დავიბადეთ და დავყვა. გამოდის, რომ ადამიანი შეისწავლის საკუთარ თავს, უფრო ღრმად, საკუთარი თავიდან ის შეისწავლის უმაღლეს ძალას, რომელმაც ის შექმნა. ადამიანი იცვლება ამ წიგნის კითხვისას? სანამ დაიწყებდე 5 წიგნეულის კითხვას, თუ ადამიანი ფიქრობს მასში ღრმად შესვლას, მის შინაგან პლასტებში გავიდეს ამ მონათხრობის მიღმა ისტორიული, სიყვარული, რომანტიკული და სხვა რაღაცების მიღმა, თუ სურს გასვლა, მაშინ მან უნდა შეიარაღდეს განსაკუთრებული ლექსიკონით და განსაკუთრებული ცნებებით. ანუ მან უნდა შექმნას თავისთვის სიტყვარი, თუ რას გულისხმობს ყოველი სიტყვა. რამე თუ ჩვენ ზედაპირულად წარმოგვიდგენია ყველაფერი იმ სიტყვების მიღმა, რაც ჩვენ სამყაროსგან გვაქვს ცნობილი და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ წიგნს და როდესაც წარმოვიდგენ ამ სამყაროსგან გამომდინარე, რაც ვიცი, მეტი არაფერი. და ამიტომაც ეს გვეჩვენება ისტორიულ რომანად. თუ კი მე ვაძლევ ამ სიტყვებს უფრო შინაგან შევსებას, სხვა შინაარს, ახსნას, მაშინ მათი შინაგანი აზრი მიხატავს ძალების ბადეს, სურათს, მონახას, შინაგანს. მე ვიწყებ იმ სურათის დანახვას, რომელსაც მე წარმოვიდგენს წიგნი, იმ ძალას, რომელიც მართავს ჩვენს სამყაროს. ესე იგი, მე ვიწყებ ამ ბადის მიღმა არსებულ ჩვენთვის უხილავი სურათის ძალის სამყაროს დანახვას, როგორც თოჯინების თეატრში, როდესაც მე ვხედავ იმ ხელებს, ვერ ვხედავ უпроსტად იმ ხელებს, რომლებიც მართავენ ამ თოჯინებს და შემდეგ როდესაც ვიწყებ ჩანაფიქრის ხედვას, პროგრამას, ამ ხელების მუშაობას, ამ ძალების და ასე შემდეგ, სანამ მე არ მივაღწევ მთავარ წყარომდე, რომელსაც მე ვუწოდებ შემქმნელს. ასეთი 4 შრია. კაბალა საუბრობს ამ 4 შრეზე. ჩაღრმავების 4 შრე? დიახ, ჩაღრმავების. და როგორ შეგვიძლია წიგნის უბრალო შრისაგან უფრო ღრმად და ღრმად ჩასვლა? ჩვენ გვთავაზობ მაყურებელს ახლა პირველ ჩაღრმავებას, ჩაძირვას, რომ გამოვიმუშაოთ კაბალისტური პირველი კანონების კრებული სიტყვები აზრის, სწორედ ამისათვის შევხვდით ჩვენ ერთმანეთს, რომ მაყურებელს მივაწოდოთ ისე, რომაც სწორად გაიგონ ეს წიგნი. ფიქრობ, რომ არ ღირს ახლა მათ მივცეთ სიტყვარი, თქვათ სიტყვა და რა იგულისხმება ამ სიტყვის ქვეშ კაბალისტური თვალსაზრისით. უფრო ღრმადონით. ხოლო ნელ-ნელა წიგნის ახსნის დროს სიტყვებს მიღმა დაინახავენ იმ შინაგან არსს, რაც ჩადებულია ნამდვილად ამ წიგნში. არადა წიგნში მოცემული სურათები მრავალფეროვანია, ხშირად საუბრობენ ადამიანის სრულებაზე, ხშირად საუბრობენ შემქმნელის მიერ შინაგან მმართველობაზე და
ხოლო საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც ხალხი მოგზაურობდა სადღაც და ოდესღაც, ეს ხომ არ იქნებოდა აქ რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო. მოდით დავიწყოთ ხუთსიგნეულის კითხვა და მსვლელობისას მე კითხვებს დაგისვამთ. მოდით გავაკეთოთ ასე, მოვსინჯოთ, კი ბატონო. И по ходу уже потихонечку начнем, я буду вас просить объяснять. Давайте попробуем так. В начале сотворения всесильным не было თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იყო იდოობს კულზე და სული ღვთისა იზროდა და წყლებს ზემოთ. თქვა ყოვლისშემძლემ იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. და ნახა ყოვლისშემძლემ რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ნათელს ყოვლისშემძლემ უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა, პირველი დღე. вот в этом первом отрывке говорится ამ პირველ ნაწილში საუბარია რაღაც სინათლეზე, რომელმაც გაჰყარა დღე და ღამე. Столкнемся уже с каким-то маленьким парадоксом. ჩვენ აქ უკვე ვეჯახებით პატარა პარადოქსს. და რაზეა საუბარი მართლაც აქ? საუბარია უმაღლეს სინათლეზე, უმაღლეს ძალაზე, რომლის თვისება გაცემა და სიყვარული. აბსოლუტური გაცემა და აბსოლუტური სიყვარული. მას თავისთავად არ გააჩნია არავითარი მოთხოვნილება, მხოლოდ დადებითად გაცემის მეტი. Отдавать влияние შეავსოს, მოახდინოს დადებითი გავლენა. აი ამ ძალამ გაცემის, შევსების, სიყვარულის ძალამ შექმნა ქმნილება. და რა შეეძლო მას შეექმნა? რა ქმნილება შეეძლო? თუ ის არის გაცემის ძალა თვითონ, მაშინ გამოდის რომ ეს არის მიღების ძალა, სრული მიღებისა. და ეს ორი სურვილი არსებობს. სურვილი გაცემისა, რომელსაც შემქმნელი ეწოდება და სურვილი მიღებისა. ეს ორი სურვილია ქმნილებაში. ეს ორი სურვილი ერთად არსებობს. вместе существуют. ერთი მეორეში, ერთი ძალა მეორე ძალაში, Сила სინათლის ძალა Творца შემქმნელისა ქმნის თავის გარშემო თითქოსაც გარს, იქმნის გარს, მიღების ძალას, ქმნილებისას, სურვილ სიამოვნების მიღებისა, იმით რომ მოდის შემქმნელისაგან. ეს არის პრინციპში ქმნილების კონსტრუქცია. конструкция, და რაც შემდეგ она и есть все творение. შემდეგ წიგნში ნათქვამია. ნათქვამია მათ შორის კავშირზე, თუ რა ურთიერთობებია მათ შორის. ეს არის პრინციპში მთელი სამყაროს სურათი. არაფერი მეტი არ არსებობს. მხოლოდ ეს ორი ძალა არსებობს. საქმე იმაშია, რომ როდესაც უმაღლესი ძალა გვქმნის ჩვენ Дело в том, что მიღების სურვილისაგან, создает მას გააჩნია желание получать. პროგრამა, У нее есть, რისთვისაც ქმნის მასის ქმნილებას. она создает это. რამე თუ თავიდანვე ქმნილების ჩანაფიქრი ასიამოვნოს ის, ეს არის უმაღლესი ძალის თვისება, გაცემისა და სიყვარულის თვისება. Свойство высшей силы, свойство გამოდის რომ ქმნის რა ქმნილებას არ არის საკმარისი შექმნას ისეთი ქმნილება, რომელიც მიღებისთვისაა მხოლოდ, არამედ უნდა მიიყვანოს ის до состояния абсолютно. სრულ აბსოლუტურ სიამოვნებამდე, შევსებამდე, ისეთ სრულ ყოფილებამდე, როგორიც თვითონ შემქმნელია. და როგორ უნდა გააკეთდეს ეს? ესე იგი უნდა მიეცეს ქმნილებას შესაძლებლობა განვითარდეს, თვითონ განსაზღვროს, რომ გახდეს ისეთივე როგორც მისი შემქმნელი, შემოქმედია. Тогда самостоятельно მაშინ ეს ქმნილება თვითონ მიაღწევს მის სრულყოფილებას და მაშინ შეძლებს ამ სრულყოფილების შეგრძნებას. აი ეს წარმოადგენს ქმნილების პროგრამას его окончательным замыслом. და მის საბოლოო И все, что происходит, ჩანაფიქრს. და რაც ხდება შემდეგ, ჩვენთან ერთად და ჩვენ სამყაროში ქმნილებამდე დამთავრებული. ეს ამ ჩანაფიქრის შესრულებაა. და დაუშვათ რომ როდესაც მე ვამბობ, ვკითხულობ ამ ნაწყვეტს, ჩემს შეგრძნებაზე, რა ხდება ჩემში? რა არის სინათლე ჩემში? более того, აქ საუბარია ორ თვისებაზე. ჯერ დასაწყისში სინათლემ შექმნა სურვილი, ანუ შექმნა მიწა. და მიწა ნიშნავს მიღების სურვილს. означает собой желание получать. და შექმნა ასევე წყალი, სურვილი გაცემისა.
და ეს ორი სურვილი, წყალი და მიწა, ისინი არიან ერთმანეთის საპირისპიროდ და გაყოფილია ერთმანეთისაგან. ჩვენ მივალთ აქამდე, მანამდე კი მე მინდოდა მეკითხა, აქ საუბარია დღეზე და ღამეზე, რა არის დღე და ღამე? შეიძლება ვთქვათ თუ რა არის დღე და ღამე ადამიანში? დიახ, დღე და ღამე, როგორც ჩვენ ვამბობ, მთელი ცხოვრება ჩვენთვის სრული წვდიადია. იმიტომ კი არა, რომ ანათებს სინათლე, შეიძლება მზე ანათედეს, შენ ხედავდე მზეს, მაგრამ შიგნით არ იყოს საკმარისი ეს სინათლე. შინაგანი ავსება ამ სინათლით და პირიქითაც შესაძლოა ვიგრძნო სინათლის სხივით და ასე შემდეგ. ესე იგი, и так далее. Это то есть რაღაც გახსნა, სიამოვნება, შევსება მოდის ადამიანთან. вот это имеется в виду. აი, ეს იგულისხმება და არა რაღაც ფიზიკური სინათლე და წვდიადი. И говорится здесь еще до того, как создано светило, солнце и луна. როდესაც ნათქვამია, რომ იყო საღამო, იყო დილა პირველი დღე, რა იგულისხმება, რა არის ნაგლისხმევი? როდესაც ადამიანი შეიგრძნობს უკმარისობას, საღამოს. ანუ საღამოს. ღამე, საღამო ივრითიდან ლიარვებ, То есть смешиваться, ერევ, смешивается со ანუ არევა, როდესაც აირევა, გაგება გაუგებრობა, კარგი და ცუდი, ეს აბნეულება, ეს არეულობა და როდესაც გაივლის ამ არეულობა აბნეულობას, წვდიაც, მასში თანდათანობით იბადება ახალი შეგრძნებები სინათლისაკენ. к свету. И это поэтому и был вечер. და ამიტომაც იყო საღამო, იყო დილა, წვდიადის შემდეგ. მოდის ეგრეთ წოდებული გასხივოსნება, შევსება, გაგება და დგება დღე და ამით თავდება ერთი ციკლი. აი ასეთი ციკლი ძალიან ბევრია ყოველ ადამიანში, რომელიც ვითარდება, ასეა ჩვენ სამყაროშიც. პრინციპში ყოველთვის რაღაც არეულობისაგან, გაუგებრობისაგან და შემდეგ ვიგებთ რაღაცას და ისევ გაუგებრობა აბნეული და ისევ ლაგდება და ვიგებთ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ სამყაროში არ ხდება ისე აშკარად, როგორც კაბალაში. იმიტომ რომ კაბალაში შენ შიგნით შეიგრძნობ ყველაფერ ამას და შემდეგ კი მოდის სინათლე. ეს გასხივოსნება და გახსნა. ეს უფრო ძლიერად შეიგრძნობა ვიდრე ჩვენ სამყაროში, ჩვეულებრივ არსებობისას. Свет, как бы озарение, раскрытие. Это намного более сильно, чем в нашем обычном существовании. Когда говорится день один, о чем говорится? როდესაც ნათქვამია პირველ დღეზე, რაზეა საუბარი ამ დროს? საუბარია შემქმნელის შეცნობის პირველ საფეხურზე. ანუ ადამიანში მოხდა ეს მდგომარეობები. საღამო, Такая смена. ღამე, წვდიადი, დღე, სინათლე, დეპრესია, ეს ცვლილებები რისთვის ვარ? რატომ არ მოვლენილი ამ სამყაროში? წარმოიშვება ეს კითხვები. და როდესაც ამ კითხვების შემდეგ მოდის სინათლესთან და იღებს პასუხებს მისგან. ეს მისთვის განსაზღვრული შემეცნებაა. ხოლო შემდეგ ისევ თავიდან უფრო ღრმადონემდე და ასე შემდეგ. ანუ პირველი დღე ეს არის პირველი საფეხური, აი იმ სიყვარულის ცდომისა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, აბსოლუტური სიყვარულისა, მაგრამ პირველი საფეხური. დიახ, სინათლის რაღაც ნაწილის შეცნობა საკუთარ თავში. ჩვენი მაყურებელი ნელ-ნელა იგებს თუ რაზე ვლაპარაკობთ. ჩემთვის ეს ძალიან გრძნობიარია. Да будет пространство. თქვა ყოვლის შემძლემ. იყოს წყალთაშორის მყარი და გახყაროს წყლები. გააჩინა ყოვლის შემძლემ მყარი და გახყარა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. ყვა მყარს ყოვლის შემძლემ უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა, მეორე დღე. ჯერ არ არის საუბარი მიწაზე, ჯერ საუბარია ცაზე. იქმნება ცა. რას ნიშნავს ცა? აქ ხომ არ არის საუბარი ჩვენს ცაზე, ფიზიკურ ცაზე. საუბარია ორ ძალაზე, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იმყოფებიან. გაყოფილი არიან ერთმანეთისაგან გარემოთი, თითქოსაც სიცარიელით, სადაც არ მოქმედებს არც ერთი და არც მეორე ძალა. ეს რაღაც საზღვარია, ეს ორი ძალა იმყოფება ადამიანში, ასე რომ მან ისინი საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოს. ასე აღმოჩინა საკუთარ თავში მოშენე მდგომარეობა და ამიტომაც აღწერა ეს ყველაფერი. ანუ ის აღწერს საკუთარ მდგომარეობას, მას როგორ? მას არ შეეძლო აღწერა საკუთარი თავის გარეთ მომხდარი. ჩვენ რასაც შევიგრძნობთ ჩვენში. ეს ჩვენში იხატება სურათი ჩვენს მიერ აღქმული სამყაროსი. ამიტომაც, როდესაც მოშე წერს უმაღლესი სამყაროს, ძალების მოვლენაზე, შემქმნელზე, ეს ის ყველაფერი ამას თავის თავში შეიგრძნობს. ამაშია მეცნიერება კაბალის აზრი. В данный момент в мере его развития каббалиста ეს არის он начинает писать. То есть из чего მეცნიერება მიღების შესახებ.
его постижение высшего мира начинается с того, საკუთარ თავში ამ უმაღლესი ძალების აბსორბირება, что существует რომლებიც მოცემულ მომენტში კაბალისტის განვითარებისას ისიწყებს წერას, თუ შეიგრძნო ეს ყველაფერი და რითი იწყება მისი აღქმა. იმით რომ არსებობს ძალა სინათლისა და ძალა წვდიადისა და ამ ორ ძალას შორის არის გარემო. ეს თავისუფალი გარემოა, რომელშიც ის თითქოსდაც შეიგრძნობს თავს. ეს არის ცარიელი და არ არის შევსებული არაფრით. ის თითქოს ჩამოკიდებულია ამ ორ ძალას შორის, მოშე. ეს უკვე მეორე დღეა, შემდეგი. ანუ პირველი დღის შემდეგ უფრო ღრმა წოდომა, შემდეგი უფრო ღრმა წოდომა. имеется в виду день второй. То есть первым мне как бы познал, что ანუ პირველ დღეს შეიცნო რა არის დღე და ღამე ეს მდგომარეობები, ხო? უხეში სახით შეიძლება ასე ითქვას, უხეშად. ნუ უხეში სახით, კი ბატონო. მეორე დღე უფრო შინაგანად გაიაზრა. Деление воды выше, ის უკვე ანსხვავებს სხვა წყალს. წყალი ანუ გაცემის თვისება, რომელიც არსებობს ზევით და არსებობს ქვევით. ხოლო მათ შორის სარიელი გარემო. ცა, ჰაერი, ანუ ისეთი ცა განსაზღვრული სინათლე, რომელიც შედგება ამ ორი ძალისაგან. პრინციპში უმაღლესსა და უმდაბლესისაგან. უმაღლესი და უმდაბლესი двух свойств წყლისაგან. высшего и низшего, высшей воды, ის но он წარმოდგება как бы их როგორც მისი საერთო თვისება. თქვა ყოვლისშემძლემ, შეგროვდეს ერთგან ცის ქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი და იქმნა ასე. ხმელეთს ყოვლისშემძლემ უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. уже следующее определение, следующее ანუ უკვე შემდეგი განსხვავება, უფრო ღრმა წოდომა, ის იქამდე დადის, რომ კონცენტრირდება მკაფიოდ უმაღლესი ძალა, რომელსაც ეწოდება წყალი და высшая сила, получающая უმდაბლესი ძალა, რომელსაც ხმელეთი ეწოდება. აი, იყოფა ის ადამიანის წინაშე ორ კატეგორიად. უმაღლეს და უმდაბლეს ძალად. ადამიანი თითქოს ჯერ კვლევარია, მეთვალყურე основными силами творения. ქმნილების ამ ორი ძირითადი ძალისა. არ შეიძლება ვთქვა თუ რა არის ადამიანისთვის ეს ხმელეთი და წყალი? სურვილი მიღებისა ეწოდება ხმელეთს. მიწა ივრითულად ერეც, Желание, სიტყვა რაცონ, земля и жизнь. სურვილი. ესე იგი მიწა და სურვილი ეს ერთი და იგივეა. სურვილი მიღებისა. ხოლო წყალი ეს როგორც მანამდე აღნიშნეთ, გაცემის სურვილია, გაღებისა. ანუ აქ უკვე განესაზღვრება ორი შემადგენლის გაყოფა. ისე კი არა რომ ზევით წყალი და ქვევით წყალი და ერთად ყველაფერი შერეული და არეული და აბნეული, არამედ უკვე მესამე დღეს ხდება გაყოფა წყლისა და ხმელეთისა, ესე იგი გაცემისა და მიღების ძალებისა, რომლებიც დგანან ერთმანეთის პირისპირ და შეკრებილი არიან ეგრეთ წოდებული ძალების პოლუსისაგან, ორი პოლუსისაგან. ეს წარმოადგენს ადამიანის შემდეგ წვდომას. как бы ощущение чего. შეიძლება ასე ითქვას, რომ ადამიანში არის ორი ამ ძალის შეგრძნება? მე უკვე ვთქვი, რომ ის წვდება ამ ყველაფერს საკუთარი შინაგანი თვისებებიდან გამომდინარე. ანუ ცვლის რა საკუთარ თავს, ყოველთვის ის გადის პირველ, მეორე, მესამე დღეს ქმნილებისა. ეს არაჩვენი სამყაროსა. ამას შეიძლება თვეები მოუნდეს, სანამ ადამიანი გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეზე. თანდათანობით ჩაღრმავება ქმნილების ამ სისტემაში და ის ხდება მხოლოდ ადამიანის შინაგანი ცვლილებისას. რანაირი გატაცება, გატაცებითია კითხვა, როცა ასე კითხულობ. და თუ ამავე დროს მასთან ერთად იცოლები და იწყებ ამას ხედვა შენში, როგორც სამყაროსეული მოვლენა. და ამავე დროს შენში შეიგრძნობ უსასრულო სიღრმეს, რა თქმა უნდა. შესაძლებელია ამ უსასრულობის ჩაწვდომა წინ სწრებად გეკითხებით. Бесконечно это не значит неограниченно в пространстве. უსასრულო არნიშნავს შეზღუდულს გარემოში. იმიტომ რომ აქ ჯერ კიდევ საუბარია გარემოს უქონლობაზე. თითქოს ცა, მიწა და მათ შორის რაღაცა, მაგრამ ეს თლად სადა მიწა არ არის. უსასრულობაში იგულისხმება უსაზღვრობა დასასრულის გარეშე. როდესაც წვდომას არ გააჩნია საზღვარი. ანუ რასაც წვდები აბსოლუტურად ყველაფერს. Никакого объекта მთლიანად. с белыми или და არ რჩება არაფერი, არავითარი მოცულობა თეთრი და შავი ლაქებით. აბსოლუტურად ყველაფერს და ამას ეწოდება უსასრულობა, უსაზღვრობა. ამგვარად მესამე დღეს, როგორც არის დაწერილი,
წარმოშვა მიწა მცენარეული ბალახი, თესველი თავისი გვარის და მიხედვით და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი თავისი გვარის და მიხედვით და დაინახა ყოვლის შემძლებ, რომ კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა, დღე მესამე. ჩვენ საუბრობთ მესამე საფეხურზე. მაგრამ დაინახა რომ კარგი იყო. აი ეს ძალიან საინტერესოა. აქ ყოველ დღეზე დაწერილია რომ დაინახა რომ კარგი იყო. რა არის ეს? რა ფრაზაა ეს? ესე იგი, კაფიოს საფეხური, რომელიც მთავრდება შემდეგი წვდომით. ადამიანი, რომელიც მიდის ამ საფეხურებით, სიბნელეც რომ იყოს, ან სინათლეც რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ის განსაზღვრავს თითოეული საფეხურის კავშირის თავისი განვითარების მიზანთან და ამიტომაც როგორც არ უნდა გრძნობდეს თავს, რამეთვე ყველა ამ მდგომარეობას მიჰყავს ის მიზნისკენ, ის განსაზღვრავს ამას როგორც კარგი. ამ მდგომარეობაში ის ერწყმის შემქმნელს, მისი განვითარების გეგმასთან, მეტამორფოზასთან, რომელსაც ის გადის და ასე მთავრდება ყოველი საფეხური. ესე იგი, ადამიანი ხედავს, რომ ეს არის კარგი. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც წვდება და რომ არ ხედავდეს და რომ არ გძოვდეს, მაშინ არ დაწედა მოშე მას. მაგრამ ის წერს ყოვლის შემძლე, იმიტომ რომ ის შეიგრძნობს, რომ ხსნის მას საკუთარ თავში, სხვაგვარად ის ვერ ხსნიდა. ესე იგი, როდესაც ის ამბობს, რომ ყოვლის შემძლე დაინახა ეს და კარგი იყო, ის საუბრობს ადამიანის წვდომაზე, ის წვდება, როდესაც შეიგრძნობს შემქმნელს, ერწყმის რა მას შეიგრძნობს, თუ რა სიამოვნებას იღებს შემქმნელი, როდესაც ადამიანი გადის ამ მდგომარეობას, რომლებიც აახლოებს მას შემქმნელთან და ხდება მისნაირი. კარგი, მე მივიდომონებ, კარგი არის რაც ჩვენ სამყაროშია, კარგი. მე კარგად ვარ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ შემიცნობენ მე დიდი და პაცირე, შემქმნელის წვდომა ითვლება ყველაზე დიდ სიამოვნებად. იმიტომ რომ ასეთებად ვართ შექმნილი ჩვენ სურვილში, რომ წვდებით რა შემქმნელის ამით შევივსოთ. დოქტორ ლაიტმან სამწუხაროდ ჩვენ უნდა დავამთავროთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ხუთწიგნეულის კაბალისტურ შესწავლას, კითხვას და ტელემაყურებელი უფრო ბევრს გაიგებს და მიხვდება, რომ იმაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ უდგებიან თვითონ ისინი ამ წიგნის შესწავლას.